ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ელისო კილაძე. ელისო, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. შენ ხარ ერთადერთი სტუმარი, რომელიც ყველაზე ხშირად არის ნამყოფი ჩემს გადაცემაში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ისი არის ახლა არეული. შენზე კარგად ამას ვერავინ ვერ მოყვება, ახლა რა ხდება ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში რა ისე. რა გვეცინება, ხო, ორი აგური უნდა გვეჭიროს ხელში ყველას. აი, საიდან დავიწყო, ეგეც არ ვიცი რა. არიბაშვილით უნდა დავიწყო. ჩვენი გამაგრებული ეგ იყო მუდმივად. ხო, არა, არიბაშვილით, მაგრამ ნუ კი, რომელია? იცი რა არის? მართლა პირდაპირ ანუ შენზე კარგად ახლა ამ ყველაფერს დღეს საქართველოში ვერავინ ვერ მოყვება, იმიტომ რომ ბევრნაირ ვერსიას ვისმენთ. კი. ხო, ბევრნაირ ვერსიას ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით. კახელების კლანის ექსპერტი ვარ ზოგადად. ხო, შენ ხარ ზოგადად ხო, კახელების კლანი, შენი კარტელი, ხო. შენი განგრეულია რა რეალურად, ხო. კიდე დავანგრევ, მეორედ ამოვთხრი. მოდი ერთ დავიწყოთ რა სიტყვით ჩანაწერებზე. მართლა როდის არის ჩაწერილი და ჩანაწერებზე ძალიან მძიმედ არის საქმე. ჯერ ერთი ჩანაწერები თავისთავად ქვეყანაში რაც გამოიწვია ვნახეთ, მაგრამ ღარიბაშვილის ოჯახშია ძალიან მძიმე სიტუაცია, ცოლოურობას განსაკუთრებით და მაჭანკლები ძალიან ნერვიულობენ. იმიტომ რომ და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სიყვარულის და შეყვარებულობის მოწმე იყო და ხელისშემწყობი, ყველა არის ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებული. რატო? არა, ჩანაწერი შინაარსის გამო არა. იმიტომ რომ ქალი გაატანეს კაცო ამ თამაზაშვილის მარნიდან იკას, ირაკლის და შერჩა ტრისტანი თუ ანტონი. და საქმე იქამდეა მისული რომ ამის დნმ-ის ანალიზის აღებაც მოითხოვა. ნამდვილად ირაკლი იკა ეს თუ ვიღაც ანტონი თუ ტრისტანი. თამაზაშვილმა რა უნდა დაუძახოს? ვეღარ გაიგოთ. ვეღარ გაიგეს. ხო, და არიან ძალიან ანტონი უნდა დაუძახოს. თვითონ ღარიბაშვილი დაოგნებული არ იცის როგორ დაამტკიცოს რომ ნამდვილად ირაკლია და არა ანტონი. მაგას შევეხებით. უბრალოდ ეს მაინტერესებს. აი, როდის არის ჩაწერილი შენი ვარაუდით ეს ჩანაწერები და ვინ გამო? არა, რა თქმა უნდა, სისულელია რა არ არის ეს ძველი ჩანაწერები, ახლა ყველაფერში აიბურდნენ და ლოგიკაშიც მათ შორის ვერა ბიძინა იოანიშვილის დეკლარაციის მიხედვით დაბადებული 1994 წელს. ახლა ამაზე სანდოწყარო აღარ არსებობს. ახლა მე ან გინეკოლოგს თუ ვიპოვით, ახლა ვინმეს ან მედას და ზუსტად თარიღი თუ იცით. ხო, მამამისის დეკლარაციაში ეს დაბადების თარიღია. სხვათა შორის უტას დაბადების თარიღი არ იძებნება. დეკლარაციაში შეყვანილი არ ყავს საერთოდ მეოთხე შვილი. არ ვიცი რატო, როგორც ინგლისურის მასწავლებელმა თქვა, რაღაც დიდი ასტროლოგიური მოვლენის თანხმდრა ყოფილა და რა ჯერჯერობით ვერ დავადგინე, ვერ მოვიძიე ოფიციალური ინფორმაცია. მაგრამ ამის მიუხედავად 13-14 წლის როგორ იქნებოდა 2010-11 წელს ვერ აი წულუკიანმა თქვა რომ 13-14 წლის არასრულწლოვან ბერას უსმენდნენ და ყველა ლოგიკით ეს არის ახალი ჩანაწერი მაშინ როცა ღარიბაშვილი ვლასშია ასე ვთქვათ მაგათ ენაზე მინისტრები ურეკავენ და შეუძლია რაღაცის კოორდინაცია მოახდინოს ხო ზუმერი მოასპრინოს მაგალითად მაგრამ საინტერესო იცი რა არის მაგრამ ესე ხო ყველაფერს მიშას აბრალებენ ზოგადად და 2010 წელს და 2010 წლამდე პერიოდს არა ისი აბრალებენ ეხა თითქოს მიშას ეს არა ქვიან ჩეველი მე ვიყავი და არა ბიძინა იოანიშვილი და ეს რაღაცა 2010 წელს გადანახული სისულელია იმიტომ რომ გადანახული რაც ხონდათ გამოაქვეყნეს და მათ შორის ღარიბაშვილის კლასიკად ქცეული გინება თინა ხიდაშელს რომ კეთილებს უკითხავს და ეხა არ მგონია რომ ეს ჩანაწერი შენახული ვინმეს ქონოდა და ეხლა გამოაქვეყნები არა ეს ასე არ არის ციხე გატყდა შიგნიდან და დაახლოებით 3 ვერსიას განიხილავენ თავადაც ეხლა მიშას ვერსიას არ განიხილავენ რეალურად ეს არის გარე მოხმარებისთვის და ამ მიშაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება ჩემო მეგობარმა გოჩა მირწყულავა მოყვა და უნდა მოგიყვეთ ეხლა თქვენს კონკრეტულ კოდსია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეხა მაინც ასაკიანია ეს კაცი და მეშინია რამე არ დაემართოს ნერვიულობაზე გვარს. ასაკიანი ეხა ბევრი არ არის. ხო და კოლექტიური კოდსი ვიგულისხმოთ მოკლედ. რესტორანში ერთი მაგარი გოგო დაკერა და სასტუმროს ნომერში წაიყვანა და იჯახირა მოკლედ და არაფერი არ გამოუვიდა და ამ გაოგნებულ გოგოს ეუბნება რომ იცი რაო ესო ყველაფერი სააკაშვილის ხალია. სააკაშვილის რატო და აბა ბრეჟნევის დროს ყველაფერი კარგად გამოვა. სააკაშვილის ხო
და ანუ საკუთარ იმპოტენტობას და უნიათობას მიშას აბრალებენ და არა ბიოლოგიურ ასაკს ეხლა და ამ ლოგიკით რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ეს 13-14 წლის ბერას ამბავი შენახული ქონდათ, მაგრამ აქ მეორე უკიდურესობაში ჩავარდნენ, იმიტომ რომ ჯერ თქვეს რომ მონტაჟია, მერე თქვეს რომ გადანახულია და მერე ბოლოს ეს წესიერი კაცი გენერალი ჩუბინიძე დაჯდა და მოყვა რომ არა ბატონო ნამდვილად ყველაფერი მართალიაო, ნამდვილად ვიყავი წასული და ყველაფერი გავაკეთე, გავაფრთხილე ოჯახი და ასე შემდეგ ერთი რამე გამორჩა თოღონთ ამ PR შიკებს. აზორ ჩუბინიძე კერძო დაცვაც კი დაცვის პოლიციაში იყო გაფორმებული და პოლიციის თანამშრომელი იყო და თუ დანაშაულის ფაქტს ადგილი ჰქონდა, უნდა აცნობა საკუთარ ხელმძღვანელობას, ანუ დაცვის პოლიციის მაშინდელ უფროს. ეხლა მოსაძებნია იმ დროს ვინ იყო დაცვის პოლიციის უფროსი და რეალურად კაცმა აიღო თავის თავზე ის რომ ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილების პერიოდში უპირობოდ მიდის ციხეში, იმიტომ რომ ეს არის დანაშაული. ესე იგი, დანაშაული ყველავარი ჩადენილია აზორის მინიმუმ. მინიმუმ და ეხლა იქით ზემოთ თან არა, ნუ ეს ძალიან უცნაური არის, რომ ეს უკანონო მოპოვების მუხლით რო არის საქმე აღძრულდა ტელეპიროლში რომ უნდა შესვლა, კიდე ნუ ეს სალკე მე რა ინფორმაციაც ამაქვს ეხლა სწორედ გადაცემის დაწყებამდე მოფრინდა ერთი ჩიტი, რომელმაც მითხრა რომ იგეგმება ეს ვერსიები ნოდარ მელაძის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოიგონეს, იმიტომ რომ ნოდარ მელაძისთვის მოითხოვონ მოწმის დაცვის პროგრამა და რეალურად ამ ასე გააკონტროლონ საწავა მოწმის დაცვის პროგრამაში, როცა პირჩასავენ, ხო, მისი კომუნიკაციებიც კონტროლდება, გადაადგილებაც დაცვის გარეშე არ ხდება და ამიტომ მოიგონეს ეს ვერსია, რომ სააკაშვილი და ადეიშვილი უკრაინული ვიკილიქსი ხო, აპირებენ ლევან მამალაძემ გაახსნა. ხო, აპირებენ, ხო, იქ ვიკილიქსი დაიხურა და ეხლა ლევან მამალაძე გაიხსნა და აპირებენ თითქოს რომ ნოდარ მელაძის ლიკვიდაციაში. ტელეპიროლში მართლა აპირებენ შესაძლოა. ტელეპიროლს ხო რაც შეეხება, არა, რა თქმა უნდა გაბედავენ და არა მარტო ტელეპიროლში, უბრალოდ აქ ნოდარმა ეხლა გამოიჩინა ესეთი კარგი ინიციატივა და კარგი საქმე გააკეთა, თორე რიგითობა სხვა გვარად იყო, ჯერ იყო ნიკა გვარამია, მე და მე მესამე იყო ტელეპიროლი, ახლა რიგითობა შეიცვალა და პირველ ადგილზე გადმოინაცვლა, იმიტომ რომ პირველი პრეცედენტია სხვათა შორის, ძალიან უცნაური პრეცედენტი, როცა სასამართლომ გასცა ნებართვა ჩხრეკის ჩატარების, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩხრეკის ჩატარდა და იქვეა ხაზგასმით, რომ ძალის გამოყენება შეუძლიათ, თუ იქნება წინააღმდეგობა, ანუ შეუძლიათ შევიდნენ, აქ ახლა ამოღების საფრთხე არ არის, აქ არის ჩადების საფრთხე, მოდი ვთქვათ, და ამიტომ მე მგონია რომ შეიძლება ჩადონ. ყველაფერი შეიძლება ჩადონ, მეხსიერების ბარათი, დისკი, ჩანაწერი, ტელეფონის ბარათები, ტელეფონები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მე მგონი თუ გადაწყვეტენ რომ ჩხრეკაზე შევიდნენ და როგორ ჩანს ჩასადებად ემზადებიან, იმიტომ რომ ამოღება ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიის ფლობელს ან გადაცემის ავტორს უთხრა რომ წარმოადგინე ეს მასალა. მე მაგალითად ასე ვაკეთებდი, როდესაც რამეს მეუბნებოდნენ, მიმქონდა და დაკითხვაზეც მივდიოდი, მაგრამ ამოღება ნიშნავს იმას, რომ ჩადებენ. ხო, აი ჩადებით. ანუ დისკებში, ანუ რა შეიძლება ეწეროს და ჩადეს. ყველაფერი. აი მაგალითად. პირადი ცხოვრების ფირებით დაწყებული. ხო, ნუ ესენი შეიძლება გასავრცელებლად უნდოდა ტელეფონო საუბრებით და მათ შორის ის რისის ყველაზე ძალიან ეშინიათ. ანუ რეალურად რატომ მოხდა ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ დადასტურებულად შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არსებობს 20 ივნისის ჩანაწერები, voice message-ები. ხო. და ნოდარს აუკრძალონ ამ მასალების გამოქვეყნება. ოღონდ ჩვენს მეგობრებს უსიდან, ხელისუფლებიდან ავიწყდებათ, რომ ეს არ არის 1900 რომელიღაცა წელი და არც ბიძინა ივანიშვილია შამანი და 160 წლის რომ ყველაფერი გადაკეტოს. ეხლა 21 საუკუნეა მეგობრებო Facebook-ის ეპოქა და ახლა უკრაინული ვიკილიქსი არა, მაგრამ ნებისმიერ ქართული საიტი შეიძლება იყოს აღმოჩნდეს, რომელიც გაავრცელებს ამ მასალებს. ვერ გაავრცელებს ნოდარი, გაავრცელებს მე, ვერ გავავრცელებ მე, გაავრცელებს ვინმე სხვა და ეს ასე შეუქცევადი პროცესია და აბსოლუტურად ტყუილა ხარჯავენ ძალას და ენერგიას. ხო, რეალურად დოდარის შანტაჟისკენ მიდის უფრო, ხო, რომ აი რაღაცა ანუ ალბათ უფრო ეშინიათ, რომ დღეს საღამოს անონსი რო დაიდება ან ხვალდილით, შეიძლება ბიზნეს ჩანაწერები იყოს. დროშიც ისე დაამთხვიეს, ხო, ზუსტად რომ აი ნახეთ, ხვალ უნდა დაიდოს უკვე გადაცემა, უნდა გავიდეს ეთერში და ისევე როგორც წინა ჯერზე გეგმავდნენ გადაცემის ჩაშლა, საერთოდ ზონდერები ყავდათ მობილიზებული ნაძალადევის ოფისში, ვადები შეუწვეს და ალევინეს, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ გაბედეს. ერთი ეხლა მოდი გადავიდეთ იმაზე. აი როგორ ტრიტრის ამბობს თუ ანტონის შე როგორ გესმის, იმიტომ რომ
ყველა ვართ ესე გაოგნებული 100 ჯერ მოусმინე ტრი ესე ამბობს მე ესე მესმის თურმე ყოფილა ანტონიანო არა ანტონი და ანტონიო ნამდვილად არსებობს და მე ექსკლუზივით მოვედი შენთან ახლა როგორ შეიძლება მე მაგიტო მომხავხარ მე ხომ ეხა რო აქ მე აქ ექსკლუზივები მე მოწილი კი არა ვარ ემის რა თქმა უნდა მაგრამ ხო რა მე ექსკლუზივები მჭირდება აქ ეს გადაცემა არა პოლიტიკურ შოუს გადავაკეთებ არა უშავ თავარი რეალურად ჩვენი პოლიტიკა იქნება კომიკურია რომ ანტონიო სტუდიაში არის რა 2016 წელია საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი და ერთი გავლენიანი მეოცნებე და უკვე დასახელებულია სახელი და გვარი ლაშა ნაცვლიშვილი ვაჭრობს ჩანაწერებით. ის ევაჭრება ჩანაწერებით ნიკა გვარამიას შეხვედრაც იყო თავის დროზე და საუბარი იყო პატრიარქზე ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერზე და ჩემთან მოვიდა სხვა შუამავალი ასევე ამ წყაროდან და მითხრა რომ არსებობს ჩანაწერი თუ ვიყიდი ამ ჩანაწერს ოღონდ აქ ფულზე იყო ლაპარაკი რა თქმა უნდა არანაირ პატრიოტულ გრძნობებზე და ამბებზე არ იყო ის პერიოდია როცა ნაციონალისტებს ძალიან სულად აქვს საქმე რომ შეიძლება დაიჭირონ მე მასაც გეტყვით რომ ეს ჩანაწერები გატანილია საქართველოსდან და სომხეთში გაიტანა ერთი მის მეგობარი პირის დახმარებით ამით აღიდგინა თავის ძალაუფლება ქართულ ოცნებაში ამიტომ მოაბრუნეს რომ ეს ჩანაწერები არ გაეყიდა მერე და ისე არ გამოაქვეყნებინა და მოკლედ ჩანაწერის სახელია ბერა და ანტონიო. მე იმ წამს მართლა არ ვხუმრობ 2016 წელია. როდის იყო ტყუილი მithქვამს ხო ეხლა რატო უნდა მოვიტყუო იმიტომ რომ არ არის გამორიცხული რომ ეს ჩანაწერი გამოჩნდეს ეხლა მე მგონია ლოგიკურად რომ უნდა გამოჩნდეს და ბერამაც იმიტომ დაიჭირა რაღაც თადარიგი წინასწარ რომ ეს ანტონიო ახსენა რომ შეაჩვია საზოგადოებამ რა არის ეს ჩანაწერი მე ჩემი ყურით მაქვს ამ ჩანაწერის ფრაგმენტი მოხსმენილი ბერა ივანიშვილი არ ვღადაობ ხალხო სერიოზულად მიიღეთ ძალიან გთხოვთ რა და არ გაგეცინოთ ბერა ივანიშვილი ურეკავს ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი მაშინ ახალი დანიშნული და ეუბნება რომ ირაკლი იკა ანტონიო გააკეთე და რა არის ეს ანტონიო არც მეტი არც ნაკლები ეს არის ფრაგმენტი კინოფილმიდან ნათლი მამა, როდესაც ისმის იქ არის ესეთი პერსონაჟი მასხარა, რომელიც ყროყინებს მეგობრებო ნათლი მამას დავალებით. არ ხადაო. და დაიცა ეხლა რა დაიცა. არა, არ ვღადაო. მე უბრალოდ ის ფული, იმდენი ფული არ მქონდა რომ ეს ახელების კარტელის ხათრი ჯიბზეც კი მეყიდა ეს ჩანაწერი, მით უმეტეს ღარიბაშვილი რომ ცოდნოდა რომ 2021 წელს მოაბრუნებდა ღარიბაშვილს ივანიშვილი პრემიერ-მინისტრთან თავდაცვის მინისტრად ვიყიდი, სახს გავყიდი, ყველაფერს გავიღებდი და ამ ჩანაწერს ვიყიდი, მაგრამ ფუნქცია დაკარგული იყო ჩემთვის ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ ღარიბაშვილი იმ მომენტისთვის არავინ არ იყო, როდესაც მე ეს ჩანაწერი მოვისმინე. ეს არის ანტონიო, მეგობრებო, ბერას ანტონიო არის ნამდვილად ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ბერას დავალებით, მათ შორის ტელეფონში საჯახმამაღლა იყროყი. უყური ამას რამ ხელა გამხდარა. აბა ვირს მიბაძე. რატო ხელები არ მომწყდა რომ არ ჩავიწერე ეს ან რატომ არ ვიყიდე რა ვიცოდი ეხა თუ 2021 წელს ეს ანტონიო და ანტუანი ასეთი აქტუალური იქნება და ტრისტანი მაინც დაერქმია ჯობდა იმიტომ რომ ტრიტის რაღაცა უფრო ტრისტანი არა სუპერ ამბავია თან ეს ფილმი გამოხსენდა ძალიან მაგარი მომენტია მან მაგრამ ანუ მაგ ფილმის პაროდიას აკეთებენ ამ ფილმის პაროდიას აკეთებინებს პრემიერ-მინისტრს ბერა ვა რა უცნაურია და თვითონ ტრიტრის ამბობს ანტონიო არა იქ ტრიტრის ამბობს რა თქმა უნდა უბრალოდ ანტონიო თადარიგი დაიჭირა იმისთვის რომ შესაძლებელია ამ ჩანაწერის არსებობა მათ იცოდნენ და შეიძლება ფიქრობდნენ რომ შეიძლება ჩანაწერი გამოქვეყნდეს მე არ მაქვს ჩანაწერი მშვიდად იყავით რამე სისულელეს კიდე მოიგონებთ ეხლა და რა შემოგივარდნენ ახლა იმიტომ რომ ხო იცი რაღაცას დაგვაბრალებენ ახლა ხო იცი გადატრიალების წევებას თან ისეთი მესიჯები გაავრცელა მე რომ თურმე დედას რო შეეხებიან, ანუ ეს მე პირადად გავუწორდები და რაღაც. დედას რო შეეხებიან, ხო, მე ასე მასწავლეს, რომ კაცმა პასუხი უნდა მოითხოვოს, მაგრამ ანზორ ჩუბინიძის ზონდერების მეშვეობით არა, უნდა მივიდეს თვითონ და ან დედა უნდა აგინოს, ან სიფათი უნდა აახიოს. ეხლა მაჟარგონზე თუ ვიტყვით და ღარიბაშვილთან ღლიცინით აბაროტის აღება რაღაცა თლად ჯანსაღი და ნორმალური არ მგონია. და არც მართლდება, ეხლა ჟურნალისტის არ იყოს, ხალხო რა ვნახე. რატო არ მართლა ხელები რატო არ მომწყდა და იმედზე როგორ გადავრთე, მაგრამ მე გადმოვრთე იმედზე რომ
გაგვიანდა ამ ინტერვიუს და კვესტაძესთან უყურე, რა ვნახე ეს, ან რა კითხვები იყო, ან როგორ გაწურეს ვერა, ან არ ვიცი, ქართული ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს ვალერია გორგილაძის და მაგდა ანიკაშვილის დუეტი. რა ელისო კილაძე, რა ნიკა გვარავია, რა ნოდარ მელაძე და ინგა გრიგოლია ხალხო, აი ეს დუეტი და ეს გადაცემა უნდა შევიდეს ქართული ჟურნალისტიკის საოცარი კითხვები დაუსვა. საოცარი კითხვები დაუსვა, მართლა გაწურა და რესპონდენტს ამოსუნ თქვი საშუალება არ მისცეს. ბოლოს იყო კიდე თქვენი TikTok-ები, რატომ აღარ არის თქვენი TikTok-ები ტელეეკრან? გაგანი აი ინგრევა ქვეყანა რა გარშემო, წარმოგიდგენია რომ ქვეყანა ინგრევა, ვინ ვის რაღაცა ვიღაცა ქაოსია ქვეყანაში და ჟურნალისტი უსვამს შეკითხვას ადამიანს, რომელმაც ჩამოშალა მთელი სახელმწიფო სისტემა ტიპმა, იმას უსვამს შეკითხვას ბატონო ბერა, თქვენი TikTok-ები რატომ აღარ არის ეთერში? ძალიან გვაინტერესებდა. ყარიბაშვილის არგონზე რო თქვა, აბა რა, შეკითხვა იყო აუცილებლად დასასწრებელი. აი სასწაული იყო რა, მაგრამ აქ არის ერთი ამბავი ის რომ მანქანებში რომ ბერას მუსიკები უნდა ჩაერთ. ხო, მე მითხრე, ჩემო წყარომ მითხრა რომ ცენტრალიზებულად გაიცა ეს დავალება, რომ ქართული ოცნების ყველა დეპუტატმა, ქართული ოცნების ყველა მინისტრმა და საჯარო მოხელემ ბერასადმი სოლიდარობის ნიშნად უნდა ჩართოს მისი სიმღერები და უნდა უსმინონ მისი ანუ ეს რას ნიშნავს მეგობრებო, იცით? მე რა, ეხლა ჩრდილოეთ კორეაში ტურნეში რომ მიდის, გამოცდილებას ჩაიტანს კორეაში, იმათი გამოცდილება ჩვენ არაფერში აღარ გვჭირდება, რეალურად ჩვენ უნდა გაუზიაროთ იმათ გამოცდილება. ამას ნიშნავს. ელისო ბოლქვაძეს და ვიღაცებს გქონდათ მანქანაში ხალი არის კლასიკურ მუსიკას უკრავს. უკრავს, ხო. და იმას გქონდა ჩართული ბერას მუსიკები და ესე გული ესეება პირველ ელისოს რომ გავიგონებ სახელი როგორ გამოვიცვალო ეხლა თორე აი რაღაცა გული მისკდება მორიგ სისულელეზე რაღაცა საშინელებას ჩაიდენს და იტყვის. მოდი ეს მითხარი ახლა ჩუმად მითხარი კალაძე რატო არის ჩუმად? კალაძე რატო არის ჩუმად? ამ მამაღლა იტყვის მალე. შენ მითხარი ის რო იტყვის მე ძალიან ის არის გვიანია. მე ახლა მინდა აქ მჭირდება. კალაძე არის ჩუმად იმიტომ რომ ფიქრობს როგორ წავიდეს მამაღლა. ხო, ანუ წასვლა უნდა. წასვლა უნდა, ხო. რატო? მარტო კალაძეს არ უნდა, ბევრი მეს უნდა წასვლა რეალურად, მაგრამ რამდენი დავენა. კალაძეს ვიღაცებს იჭერენ, ნე. კალაძეს ვიღაცებს იჭერენ და კალაძეს ვიღაცებს სამსახურიდან ათავისუფლებს. იქ თვალი და ყური რო ყავს ბიძინა ივანიშვილს ჩასმული მერიაში და დიდი ამბავია მოკლედ, მათ ან მშვიდობიანად წავა, ან არა მშვიდობიანად. მერობაზე არ წარადგენენ? მერობაზე არ წარადგენენ, არა. ჩანაწერები არა აქვს მას რეალურად, რო ივაჭროს. კარგი, ახლა წავავედით, ახლა მთავარი ექსკლუზივი მჭირდება მე. შენ იცი ახლა ჩვენ აქ რომ ლაპარაკობთ გასაგებია ანტონი რაღაც ანტონი ძალიან მაგარი იყო ვერ ვიჯერებთ დღემდე ახლა ამ დრომდე ვერ ხარშავს ჩემი ტვინი მაგამბავს მაგრამ ჩემმა ტვინმა გადახარშა ეს 2016-ში მაგრამ ახლა ამიფეთქდა მეხსიერებით ნაღმით და ხელახალი ემოციებით იმიტომ რომ მართლა ჩანაწერს რომელიც მე ჩემი ყურით ახლა არ მინდა შუამავლის ვინაობა და ასახელო იმ კაცებს მიადგებიან მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ეს ფრაგმენტი და ჩანაწერს ქვია ბერა და ანტონიო ეცნობათ ალბათ. და ყროყინებს, კაცო ის რომ გაუბერა, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი კარგად იყოს პრემიერ-მინისტრმა. ქვეყნის პირველი პირია, ხო? კი, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. კაი, ახლა თავარი ექსკლუზივი. ეხა ხო არეულობა. ძალიან დიდი არეულობა. ესეთი არეულობა არ ყოფილა. არა, კიდე აირევა, ეხა თანამედროვე. ედიკას დროსაც არ ყოფილა, სწორედ პირდაპირ გეტყვი, ესეთი არეულობა არ ყოფილა. ვინ არის უშიშროების მინისტრი, ახლა გრიგოლ ლილუაშვილი. და უნდა გავახსენო, რომ ვახტანგ ქუთათელაძე სასამართლოს განჩინებით რუსთავი 2-ში რო შევიდა, მაშინ დასრულდა ქართული ოცნების ხელისუფლება. და ეხლა პირველი განჩინებით, მეორე და მესამე განჩინებით თუ მთავარში პირველზე და ან ჩემთან ან სადმე მედიაში შეხვალთ, იქ მთავრდებით, რო იწოდეთ მაინც და დამთავრება თუ გინდათ უფრო კორექტულადაც შეიძლება. და უფრო ჯელტმენური წასვლაც არსებობს. არ არის საჭირო ასეთი ტრაგიზმით ჩამოშალოთ ხელისუფლება. კარგი, რა იქნება ექსკლუზია? რა იქნება და იქნება შემდეგი ამბავი. ჩემმა წყაროებმა ვაშინგტონიდან რაც მაცნობეს, მასშტაბები გავზარდე ხა რა თქმა უნდა, ადგილობრივებს უკვე აღარ ვჯერდები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ჯერ ეს ერთი რომ სანქციები მზადდება და სანქციების ნუსხა არის ძალიან დიდი, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების და მეორე მიდის საუბარი უკვე თითქმის ფინალშია გასული
რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ვადამდელ არჩევნებამდე ეს წინადადება უკვე მიტანილია პაკეტი წინადადება და ასე ვთქვათ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან ბიძინა ივანიშვილთან უნდა დაინიშნოს რიგარეში არჩევნები და რიგარეში არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ტექნიკური პრემიერ-მინისტრი რიგარეში არჩევნებამდე უნდა იყოს დავით ბაქრაძე. ნუ ეს ის დავით ბაქრაძე არ არის აქაური ჩვენებური, ხო, ჩვენი და თუ არ არის ევროპული საქართველო და პოლიტიკის წასული. ამერიკაში ჩვენი ელჩი, დიახ, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ეს არის ზომიერი და გაწონასწორებული პიროვნება, რომელიც რეალურად მიაგორებს ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე. ვადამდელ არჩევნებზე რა მოხდება? აი ის ნამდვილად გაგაოცებთ მერე. იმიტომ რომ ქართული ოცნება წავა სახლში ახლა, ვინმე ეჭვი ეპარება? მე მგონი თვითონაც არ ეპარება თამარ ჟვანიაც გადადგება და რეორგანიზაციაც მოხდება. იქ ისეთი სიტუაცია ახლა ყველა ერთმანეთს უსმენს. მოკლედ რამდენიმე ოტო არსებობს ამ ქვეყანაში რომ იცოდეთ ოტო ნიშნავს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს. ეს არის განყოფილება, სადაც გვისმენენ ყველას, მოკლედ და მთავარი ოტო აქვს ბიძინა ივანიშვილს, ოტო აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სულს, ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, სამხედრო პოლიციას. ბევრია ხო? და ყველა ერთმანეთს უსმენს და ყველა ერთად ისმენს მე, შენ და ჟურნალისტებს. ეგებ რამე ხელშესახები იპოვონ, რომ რაღაცა წყაროზე გავიდო. ვერანაირ წყაროზე ვერავინ ვერსად ვერ გავა, იმიტომ რომ ეს წყაროები ესე არ არიან. ხო და არა ეს გასაგებია შიგნით ახლა დაჭმავთ ერთმანეთს მელიას გამოშვებაზე ხო არაფერი ნიკას მინდა მივესალმო დიდი იმედი მაქვს რომ თავარი არხი ჩართულია და ბოლო წუთამდე მესიჯებოდი და ის იგივე უნდა გაუმეორო რაც ბოლო წუთას მესიჯი გაუგზავნე რომ ძალიან მაგარი ბიჭია და თავისი საქციელით შექმნა პრეცედენტი ამ ქვეყანაში იმისა როგორი უნდა იყოს ლიდერი და მე რა რომ იქ 224 საკანში ისაკანი უფრო არის თავისუფლების კუნძული ვიდრე მაგალითად მოდული შენობა ვაჟა-ფშაველაზე და კანცელარიის მე-11 სართული სადაც არის გამოკეტილი ირაკლი ღარიბაშვილი და ამიტომ ნიკასაც გამოუშვებენ ვადამდელიც იქნება და ქოცებიც აუცილებლად სწავლენ სახში ოღონდ აქ არის ერთი ასევე მთავარი პირობა და ოპოზიციას მინდა ახლა ასევე მივმართო რომ იმ კაც ევროპიდან რომ გამოგვიგზავნეს ქვია შარლ-მიშელი და მიშველი არ ქვია მიშველი არ იმედად ხო რომ იყოთ ასე არა ჩვენ თავს უნდა უშველოთ ჩვენ თვითონ და გავხიზლდით ახლა და აღარა გამონათ და ამიდებიც გადასარევია პროგნოზები მშვენიერია რასაც დათვა და გამობძანით ახლა თქვენ უშველეთ აბა ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ თუ გვინდა რომ მიშელმა ველოს ბოლოს კიდე დავავიწყე ბანამდეურად წამეკითხა მაგრამ ეს მე ინტერნეტში დავიწყე ის ჟურნალისტი როა ნინო ჭღარკავა შენი მაგების კითხვა დავიწყე რა მაგის პოსტების კითხვა დავიწყე რა და ანუ ეხლა შეიძლება ძალიან ვიწრო თემაა ეხლა მასამ შეიძლება ვერ გაიგოს მაგრამ ეს არის კოცები როგორ დავარქვა ოცნების ერთგული ჟურნალისტი თუ როგორ რა ქვია ამას ხო აი რაღაც ეგეთი სახელი ქვია ხო რომ აი ძალიან ყველანაირად ერთგულია რა ანუ სულ აწყენინონ მაინც ერთგულია აი მაგალითად ესეთი პოსტია რა შენ გედო და მე მომეწონა რა აი ახლა დღის ბოლოს იმ ადამიანის თვალებში მინდა ჩახედვა ვინც ის ჩანაწერები აიღო არქივიდან და მერე ნოდარიკოს მიუტანა მართლა არ გცხვენია მართლა არ გიხეირია ამ ხელისუფლებისგან ანუ ყურე რასაც მართლა არ გიხეირია არ გამძღარხარ როგორი იკადრე შენ წუმპის ღოროში რომ რაღაც ერთ მუჭა ნაწილებს აგინებინე ის ოჯახი საიდანაც თქვენ ლეფავდით ანუ როგორი აღიარებით ისაა ანუ აღიარებითი კი არა რას მოესწრო ეს ამაზაშვილის მარნის ჭოტიფანო ჩავახიშვილი თავის გადაცემაში გეფიცები შენს მიერ დავიწყე მაგეების კითხვა მის სტატუსზე მაგრამ უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით იცით რა არის იმ კაც ვისაც თავს ამადლის ეხა და ვისაც გულისხმობს და პირდაპირ თქვა ხო იმ კოპლებიანი ძაღლების მალიარს გულისხმობს ოსო გოგაშვილს ტყილა ამადლის თავს რამეს თუ უკეთებდა ახლა მუქთაზე კი არ მლანძღავდა
პულსაც უხდიდა გოგაშვილი და ასე რომ ყველა ნუაყვედრიან იმ კაცს თავს თუ გააკეთა ხა როგორ აკეთებ ანუ შენ რა არ თქლეფავდი ანუ იქიდან ხო ყველა კი თქლეფავდა ნამდვილად ძალიან ყველა თქლეფავს მიხვდი და ეს უნდა დააფასო სოლიდური კარმუშკა ქონდათ და საკმაოდ ბევრი ფულია გაცემული მათ შორის ატკატებში დაბრუნებული ამ თქლეფაში ხო ამ თქლეფაში ხო ზუსტი ციტირება ნამდვილად კომენტარს არ გავაკეთებ იმიტომ რომ სანქცირებული ვარ აკრძალული მაქვს ქალის ხერებას არა კაცო მე ვახსენე ისე უბრალოდ რა მოხდა ესე იგი ელისო რაღაცა კარგიც თქვი და ისე წადი მოკლედ რამე კარგი გითხარი რა ხო შეიძლება გეხვეწები კი კარგი ხო რა გეხვეწები რაღაც ტრიტრი გემუდარები ადამიანურად ხო ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ სხვა გამოსავალი არც ამ ქვეყანას არ აქვს და არც ჩვენ მე რა მეც დამიჭერენ შენ დაგიჭერენ ტრიფონიასაც დაიჭერენ და მე აყირავდება ყველაფერი და ხელახლა დაალაგდება ყველაფერი დაალაგდება ანუ აუცილებლად სხვა გზა არ აქვს მინდა წარმატება გისურვო და სიმშვიდე ელისო სიმშვიდეს რა მოგახსენო ეხლა არ მგონია რომ შვიდად არც აქამდე ცხოვრობდი და არც ეხლა გველოდება შვიდი ცხოვრება მაგრამ მაინც მგონია რომ ჩვენ მოვიგებთ ამ მომს იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა კი ბატონო გეთანხმები წარმატებებს გისურვებთ ქალბატონი ელისო კილაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობა ელისო